თემა, რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ, არის დელეგირების და კონტროლის თემა, რომელიც არის მენეჯმენტისთვის ძალიან ფუნდამენტური. ეხლა მოგეხსენებათ თავისთავად, რომ გადავიტანთ სხვა ხალხზე სამუშაოს თუ ვერ გადავიტანთ, ეს არის ბიზნესისთვის გადარჩენის და გაზრდის საფრთხე, ასე ვთქვათ რა. ანუ ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ ყველა ბიზნესი იწყება ერთნაირად, ფაქტურად ერთი ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი იწყებს საქმის კეთებას. ხო, ანუ არც ერთი ბიზნესი არ იწყება ასობით ადამიანით, ხო, ლაპარაკია, რომ ფლობელი და რამდენიმე ადამიანი იწყებს მუშაობას. და მე რაღაც მომენტში დგება საკითხი, როდესაც სხვანაირად უნდა ამუშავდეს ორგანიზაცია. ზრდის კრიზისები არის აღწერილი მენეჯმენტში, ამბობენ რომ 20 კაცზე, 20-30 კაცზე პირველი კრიზისი დაგწყებთ, ასე ვთქვათ, სადღაც 100 კაცზე მეორე კრიზისი დაგწყებთ, 100-150-ის მიდამოებში და სადღაც 1000-ის მიდამოებში, ესე იგი შემოგესევათ მესამე კრიზისი. სამივე კრიზისი არის დელეგირების კრიზისი. პირველი კრიზისი 20 კაცის მიდამოებში რო არის, რაში მდგომარეობს? მანამდე შეიძლებოდა დელეგირების გარეშე ცხოვრება, მენეჯერულ დელეგირებას გულისხმობ. ანუ 20 კაცი მყავს კომპანიაში, ან 7-10 კაცი, შემიძლია მე ერთმა ვაკონტროლო ყველა. ანუ ვეტევით ერთ ოთახში, ვეტევით ერთ მაგიდასთან, ცოტა მოზრდილ მაგიდასთან და შეგვიძლია საკითხები განვიხილოთ ერთად. 40 კაცი ესე ვეღარ შვება. 40 კაცში უკვე საჭიროა რაღაცა სტრუქტურა გაჩნდეს და თქვენ თუ ხართ მთავარი ხელმძღვანელი, გაჩნდნენ თქვენ ქვეშ ჯგუფის ან მიმართულების ან რაღაც ხელმძღვანელი. ანუ საჭე ხო ერთი გქონდა, საჭესთან იჯექი შენ. ეს სიტუაცია არის ძალიან კომფორტული. იცი მანქანის ტარება, კარგად იცი, მშვენივრად მოიყვანე აქამდე. და ეხლა გეუბნებიან რომ ერთი საჭით სამწუხაროდ ერთ მანქანაში ვეღარ ვეტევით და ორი კაცი გჭირდება კიდე, ვინც უნდა დასვა იმ დამატებითი მანქანების საჭეებთან. რომელიც მოყვები, ანუ კურსს კი შენ მიუთითებ, მაგრამ უკან რომ მოყვებიან, ეს ტიპები უნდა დასვა საჭესთან. და აქ არის მთავარი საკითხი და აი 20 თქვენ მითხარით, ხო მე მგონი. გყავთ თუ არა ორი ადამიანი, ვინც მზად არის, რომ დაждდეს საჭესთან. და პრობლემა არის, რომ მაშინ თუ დავფიქრდით, ანუ როცა უკვე საჭესთან დასასმელი გყავს ტიპი, მაშინ თუ დაფიქრდი, რომ ვინ არის ეს ტიპი, გავიჭედეთ, ხო? იმიტომ რომ აქამდე უნდა გვეფიქრა იდეაში, რა. რას გვეუბნებიან, იცი, ძალიან საინტერესო რამეს გვეუბნებიან, რომ პირველ დღეს აი ბიზნესი რომ დააფუძნე და რეესტრიდან რომ გამოდიხარ, უნდა დაიწყო ფიქრი შემცვლელზე. ხო, რა დროს შემცვლელია, ხო, ჯერ არაფერი არ გაგვიკეთებია. დღეს დავაფუძნეთ, ხო და დღეს თუ დაიწყებ შემცვლელზე ფიქრს, 2 წლის მერე 20-ნი რო ვიქნებით, გეყოლება, კაი, ნავარჯიშევი, შენნაირად ვინც უყურებს ბიზნესს, შენნაირად განწყობილი რო არიან ისეთი ტიპები. ამის გარეშე, აი რო დაგჭირდება და რო გახვალ და ბაზარზე დაიწყებ ძიებას, აი შანსი არ არის. რა, იმიტომ რომ ის ტიპი საიდან გამოცხებოდა ეგეთი რომ შენ როგორც უყურებ ბიზნესს ისე უყურებ. შანსი არ არის, არ არსებობს ეგეთი. ხალხი ვერ თავიდან მაგას ვამბობ რომ პირველივე რესურსი როცა გაჩნდება, ფიქრი დაიწყეო. ხო, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ რომ აიყვანე პირველ დღეს. ხო? პირველ დღეს ვერ აიყვან, მაგრამ სიტყვაზე დაგიდგა ამოცანა, რავი, კარგი ყავის აპარატი დადგა ოფისში, თუ ეს ტიპი აიყვან, ხო, უხეშად რო ვთქვათ, მოკლედ ეს ტიპი გჭირდება, თორე დადგება ეგ მომენტი და მერე ჩქარ-ჩქარა თუ მოგვიწევს მაგის კეთება, ძვირი ტიპები მოგვიწევს რომ ავიყვანოთ, იმიტომ რომ ჩვენი გაზრდილები არ აკვავს. მერე იმ ძვირ ტიპებს საიდანაც რომ მოვლენ, იქაური ვინციკები ექნება თავში გადაბრუნებული და გავიჭედებით. და მერე ძალიან ხშირია კონფლიქტი, რომ შენ ამბობ რომ არ დასვათ ეს ტიპი საჭესთან, იმიტომ რომ სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად კლიენტთან სხვანაირი განწყობით არის, თანამშრომელთან სხვანაირი განწყობით არის. შეიძლება ის შენი ხუხულა დაგინგრიოს, ელემენტარულად მოვიდეს და დაგინგრიოს რა. რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ხო და ანუ რესურსი თუ არა გაქვს შემცვლელის, ეს ნიშნავს რომ ზრდის რესურსი არა გაქვს. ხო? მაგიტო გვეუბნებიან მაგალითად რომ რავი რაც ძვირად გაყინდი სტარტაპი, თუ შესაძლებელია რომ ძვირად იმუშაოს, უნდა იმუშაოს ძვირად, იმიტომ რომ იმდენი დანახარჯი ექნება ზრდასთან ერთად, ასე ვთქვათ, რომ იმას შენახვა უნდა რა. მაგიტო არის რომ საქართველოს ბევრი ბიზნესი შეცდომას უშვებს, რომ ბაზრის შესვლის სტრატეგია CIAP-ს იმას შვება, ასე ვთქვათ, ანუ სხვა ვერაფერს ვერ თავაზობს, ანუ უკეთესი პროდუქტი კი არა, მაქვს უფრო იაფად.
და უფრო იაფად ნიშნავს, რომ ნაკლები ფული დაგვიგროვდება, რაც ნიშნავს, რომ რო დადგება ეს საკითხი, მაგალითად არ გვექნება ფული, რომ მოვაგვაროთ რა, ეგ ძალიან სერიოზული პრობლემა. ეხლა გამოზრდის მეთოდი არის დელეგირება. თავიდანვე ამ ტიპებს უნდა ჩავაბაროთ რაღაც საქმეები. ეს შეიძლება იყოს გუშინ დამთავრებული, უმაღლეს დამთავრებული სტუდენტი, ვინც გინდა ის იყოს. თავარი აღზრდის მეთოდი არის არა სწავლა, არამედ წყალს ჩაგდება. ცურვას ვასწავლეთ, წყალს ჩაგდებით. ოღონდ იქვე ვართ, რომ არ დაიხჩოს. მაგაზეა საუბარი. ამ დღეებში მქონდა საუბარი, ერთ-ერთი საინტერესო ორგანიზაცია რეგიონში მუშაობს და ტიპმა ესე იგი 4 კონკურსი გამოაცხადა, ეძებდა კომერციულ დირექტორს რაღაც ახალი წამოწყების. და CV-ები მოიტანა ჩემთან ერთი ვაგონი, მე რაღაც კონსულტანტის მაგვარი გამოვედი მეგობრულ კონტექსტში და მოიტანა CV-ები და რაღაცებს არჩევს, რომ ამას ესაა დამთავრებული, იმას ისაა და თან ახლავს გოგო, რომელიც ზედ გამოჭრილია ამ კომერციული დირექტორის პოზიციისთვის. და ცოტა ხანი რომ ვარჩიეთ ეს CV-ები, მე ამ ტიპს ვკითხე, რომ ეს გოგო რატო არ განიხილება. და ამან თქვა, ეს ჩემთან არისო თავიდანო და რავი კომერციული დირექტორიო, ეხლაო სხვა ამბავია. მე ვთქვი, რა აკლია? აი მითხარი ამ შენი ჩამონათვალიდან რა აკლია? არაფერი არ აკლია და გადაწყდა მეორე დღეს საკითხი. თუმცა ვერ განიხილა, გაიგე, იმიტომ რომ ამ გოგომ დაიწყო როგორც რაღაც რიგითმა, რაღაც თანაშემწემ და ეხა კომერციული დირექტორი ხო, ნავარო ჩენი რაღაცაა და ეგრე იზრდება ხალხი თუ და ზუსტად, აბსოლუტურად ეგრე. ეხლა რა ხდება? რატომ უნდა დავადელეგიროთ უკვე თქვით, იმიტომ რომ მოვკვდებით თუ არ დავადელეგირებ, სტატია იყო იმაში, ეკონომისტში ერქვა delegate or die. ან დაადელეგირე, ან მოკვდე. ზრდისგან მოკვდები ყველაზე დასანანი რაც იქნება ავადმყოფობისგან მოკვდები ხო ის არის ცუდია, მაგრამ კარგად ყოფნისგან მოკვდები კიდევ უფრო საწყენია. ანუ მოგივიდა ბიზნესი, გამოვიდა, კლიენტები მოვიდნენ და დაიბრიდა. იმიტომ რომ აღარ აკყავს არავინ რომ დაგეხმარო და ხარისხი გაგიფუჭდება, იასნია ყველა შენ ვერ მიხედავ და პრობლემა იქნება. რატომ ვერ ვადელეგირებთ? იმიტომ რომ გგონია რომ გაფუჭდება საქმე. ეხლა მოკლევადიანში გაფუჭდება თუ არ გაფუჭდება. იასნია, ხე შენნაირად ვერ გააკეთებს პირველ დღეს. შეუძლებელი. დიახ, გაფუჭდება. დღეს უნდა დავთმოთ პაიკი იმისთვის, რომ ხვალ მოვიგოთ თამაში. მაგაზია ლაპარაკი. ანუ კი ბატონო, დღეს რო წერილს მიწერს კლიენტს ეს ჩვენი დამწყები ადამიანი, ის ისეთი ნავაროჩენი არ იქნება, როგორც ჩვენ რომ მიგეწერა, მაგრამ რა ვქნათ, გვირჩევნია, რომ დღეს 1-2 ნაბიჯი უკან გადავდგათ. რა სამაგიეროდ ეს ტიპი იყოს მაგარი და ამასთან დაკავშირებით თქვენთან არის მეორე შეკითხვა. თქვენ რომ მაგრები რო დადექით, ხო? ეხლა ბიზნესს წარმართავთ და ეს თავისთავად რაღაცას გულისხმობს, ხო? როგორ დადექით? აგზარდეს? ხელჩაკიდებული დაყავდით? თუ უპატრონოთ? უპატრონოთ. კარგი ხალხი, მაგარი ტიპები ჩნდებიან და იკაშდებიან უპატრონობაში. უპატრონობა ეხა უხეშად ჟღერს უპატრონობა. ანუ ზომიერ კონტროლში რომ მიდი გააკეთე. ეს არის ზუსტად დელეგირება. ჩვენ გვჭირდება რომ თქვენ მიუხედავად იმისა რომ მაგრა შეგტკივათ გული თქვენ ბიზნესზე, ცოტა დაუკლოთ ზრუნვა თქვენ თანამშრომლებზე, განსაკუთრებით იმათზე, ვიშიც პოტენციალს ხედავთ და ცოტა მიუშვათ. როგორც თქვენ თავის დროზე მიგიშვეს, რისკია, დიახ, რისკია, მაგრამ უფრო დიდი რისკია, რომ არ მიუშვა. იმიტომ რომ როცა იქნება საჭესთან გეყოლება დასასმელი და თუ დამოუკიდებლად საჭესთან არ მჯდარა მანამდე, ხო, აი მაშინ დავიღუპეთ რა. მაგაზია საუბარი. პირველად რომ დაადელეგირებ ტიპს დაავალებ რაღაცას, რაც არ გაუკეთებია, ეთქვი რომ მოიყვანე ახალი კლიენტები. რას გეტყვის? არ შემიძლიაო გეტყვის. ხო, საიდან, რანაირად? ხო? თქვენ თავს რო დაუსვით თავის დროზე ეს შეკითხვა კლიენტები საიდან მოვიყვანო, რა პასუხი გაეცით? აბა მე თუ არ მოვიყვანე, სხვა ვინ მოიყვანსო და დაიკაპიცათ ხელები, აზზე არ იყავით, როგორ მაგრამ დაიწყეთ მოქმედება. ხო და იგივე უნდა უთხრათ ამ ადამიანს, რომ გამარჯობა შენი, გვესმის, ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვიყავი მეც, აზზე არ ვიყავი და წადი. რო დაუღეჭოთ და ჩვენ მიუთითოთ საიდან მოიტანოს კლიენტი, არ გაიზრდება. ეგ არის რომ ხელჩაკიდებულ ბავშვს სიარულს ვერ ასწავლ, უნდა წაიქცეს, თვითონ უნდა გააკეთოს რაღაცა.
მოკლედ, შეჯიბრი არის დღევანდელ კვერცხსა და ხვალინდელ ქათამს შორის. დღევანდელი კვერცხის მიზნით არ ვადელეგირებთ, ჩვენი ხელით გვინდა რომ ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ზარალდება ხვალინდელი ქათამი და ის კრიზისი მოგიღებთ ბოლოს და ეგ კრიზისი თუ ვერ მოგიღებთ ბოლოს, შემდეგი კრიზისი 200 კაციანი კრიზისი მოგიღებთ ბოლოს და ეგ თუ ვერ მოგიღებთ და მერე 1000 კაციანი მოგიღებთ რა. დეტალებში ჩვენ ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას რომ ძალიან დეტალებში ჩავიდეთ, ხო? თუმცა მე მოგიწოდებთ რომ რა ვიცი, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვიკიპედიაზე რო წაიკითხოთ დელეგირების შესახებ, იქაც ძალიან კარგი ის არის, რა დავადე, ეს უკვე ტექნიკაა, როგორ გავაკეთოთ, ხო? თავარია რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ დღეს რომ მიხვალთ ოფისში, სხვა თვალით გადახედეთ ამ ხალხს, რა რამენაირად, იმიტომ რომ შეიძლება ის გუშინდელი პატარა ბიჭი და პატარა გოგო საკმარისი პოტენციალიანია, რომ დღეიდან დაიწყო მისი გაზრდა და დააყენო სერიოზული ბაევიკი, ასე ვთქვათ, რა. ვინ უნდა ავირჩიოთ, როგორი ტიპები უნდა ავირჩიოთ, ვისაც უნდა. ეს არის აქ პრინციპური. ჩვენ უნდა დავსვათ, ეს პრინციპი არის, რომ შეკითხვა დასვი კი არ დაავალო. კითხე, ხალხო, ვის გინდათ, რომ ჩაერთოთ კლიენტების მოზიდვის პროცესში? ვის გინდათ, რომ ეს გააკეთოთ? არავის თუ არ უნდა, მაშინ რა ვქნათ? თუ ჩვენ თუ 20 კაცი შევაგროვეთ ან 10, საიდანაც არავის კლიენტთან მუშაობა არ უნდა, ვაშა თქვენ. ესე იგი, ანუ უკვე შარში ვართ რა. ოღონდ იმ პირობით, რომ ვეუბნებით, რომ მე დაგეხმარები და გვერდში ქუჩაში კი არ გაგდებ, რომ აი წადი ახლა და საიდანაც გი. არა, დაგეხმარები და გვერდში დაგიდგები, ხო? ძალით დელეგირება მოსულა? არ მოსულა. იმიტომ რომ ტიპი საქმე რო გაფუჭდება, გეტყვის რომ რას მერჩოდიო რა, ხო? ნებით თუ გააკეთებს, შენ შეგიძლია უთხრა რომ რა თავს იკლავდი ხელის აწევით, თუ არ აპირებდი რომ გემუშავა, ხო? მაგაზეა საუბარი. თუ ვერ გაიგეს თქვენი ბრალია, ხო? ძალიან ნუაკონტროლებთ, ძალიან ხშირად თორე დაღუპავთ. ეს არის ხელჩაკიდებული ბავშვის სიარულის სწავლა. რა ცოტა თავისუფლება უნდა კონდეს ამ ტიპს, 100 ლარიანი გეგმა კონდეს, ხო? შეიძლება კომპანიისთვის ვაფშე არ კონდეს მნიშვნელობა ამის მოტანილ ფულს, მაგრამ დამოუკიდებლად კონდეს. ხო? ერთი კლიენტი მოიყვანოს თვითონ თავიდან ბოლომდე. ბიძას მოიყვანს თუ მეზობელს, ვისაც მოიყვანს, პრობლემა არ არის, ხო? პროცესში აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მიტოვება ხალხის არ შეიძლება. თუმცა აქვე გახსოვდეთ და ამით მინდა დავამთავრო, რომ რავი, ფეხბურთი ვინმეს გიყვართ? ხართ ასეთები. კარგი მეკარე ერთი დამისახელეთ ვინმე. ვინც თქვენი აზრით მაგარი მეკარეა. კასილასი. კასილასი რო დავაყენოთ კარიდან 1 მეტრში წინ ცოტა და უკან დავუყენოთ ბუფონი. აი ესეთი და სისტემა გვაქვს რა. რა მოუვა კასილასის ხარისხს? დაიწევს. იმიტომ რომ უკან იცის რომ თვითონ თქვენ თუ თქვენ ხალხს უკან დაუდგებით და იმან თუ იცის რომ თუ ვერ გაყიდის, შენ გაყიდი, თუ ვერ მოემსახურება, შენ მოემსახურები, ეს არ არის დელეგირება. დელეგირება არის მოუტიხრე რა გინდ პატარა ნაკვეთი და იმ პატარა ნაკვეთში ის იყოს მთავარი, თავი და ბოლო. ანუ რასაც გადასცემთ, ხო? პატარა გადაეცით, მაგრამ დამოუკიდებლობის ხარისხი მიეცით მაქსიმალური. ამაზეა საუბარი. თუ ხალხი არ გაიზრდება, ბიზნესი არ გაიზრდება, ხო? ჩვენ როგორ ჩამოვყალიბდით და ეგრე ვიღაცამ გასაქანი მოგწვა და იმიტომ ვივარგეთ, ხო? სხვანაირად არ არსებობს. შეცდომების უფლება უნდა მივცეთ ცალსახად და საუკეთესო ინვესტიცია, აი ვერც ერთი ყავის აპარატი თქვენ ბიზნესს ვერ განავითარებს და ვერც კარგი იატაკის საფარი ან მაგიდა ან კონდიციონერი. ხალხი განავითარებს თქვენ ბიზნესს. ინვესტიცია ესეთ დიალოგი იყო Facebook-ზე სახუმარო, რომ ფინანსური დირექტორი ეუბნებაო გენერალურსო, რომ ინვესტიცია რო ჩავდოთ ჩვენ ხალხში და წავიდნენ რა ვქნათო. და ისე ეუბნება რომ რო არ ჩავდოთ და დარჩნენ მაშინ რა ვქნათო. მაგაზეა ლაპარაკი. თქვენ რო არ გაზარდოთ თქვენი ხალხი და დარჩნენ, შარში ხართ. იმიტომ რომ განუვითარებელი ბანდა გეყოლებათ, რომელიც ვერაფერს ვერ გააკეთებს რა.